მოგესალმებით მეგობრებო ლიმინალურ სივრცეში, მე ნია ვარ. მე ანა. მე მარიამი. და ჩვენი დღევანდელი თემა არის 20 წელი და 20 კითხვა. პირველი კითხვა. პირდაპირ კითხვებით დავიწყოთ. ვინ ვარ მე ახლა ამ მომენტში? რთული კითხვა. ზოგადად სანამ დავიწყებთ უშუალოდ პასუხებზე ჩვენი გადმოსახედიდან მე ალადინი ვიქნებ. უნდა ვთქვათ, რომ ამ კითხვების შედგენისას ბევრი ვიწვალეთ თუ ცოტა ვიწვალეთ, მაინც ყველანაირად ვეცადეთ, რომ მოგვერგო ჩვენი ცხოვრების რაღაცნაირ მიმართულებას და მიმდინარეობას და შესაბამისად აქედან გამომდინარე ყოფილიყო პასუხები და კითხვები და რაღაცნაირად უკეთ გაეცნოთ ჩვენს აუდიტორიას ჩვენი თავი. ამ კითხვით რა დავიწყოთ ახლა? ვინ ვარ მე ხო? ჟასმინი ხო? ვინ ვარ? მე ჟასმინი. მე ჟასმინი შენ რომელი? მე ალადინი ვთქვი. და ნიაკორი. ხო, და ეს ხალიჩაა. ეხლა სადაც ხართ ხალიჩა. ცოტა არაორდინალურ გარემოში კი ვართ ისე განსხვავებულში და დღეს ხოთა შორის ლად ლიმინალური სივრცე არ არის, მაგრამ ლიმინალთან ერთად ხო ხართ? კომფორტი ხო? ხო. კომფორტი ლიმინალთან ეს რაღაცნაირად ასე გადავწყვიტეთ, რომ ცოტა განსხვავებულ გარემოში აუდიტორიის გარეშე ყოფილიყავით და რაღაცნაირად უფრო ბუნებრივი გამოსულიყო ეს ეპიზოდიც. მარიამ, ვინ ხარ? ვინ ვარ მე? მე ვარ მარიამი. მარიამ დევაძე, 19 წლის სტუდენტი, რომელიც ცდილობს გაიგოს რა არის ცხოვრება. რომელიც თითქმის ყოველ დღე ეგზისტენციალურ კრიზისში ალბათ. არა, ყოველ დღე ეგზისტენციალურ კრიზისშია. ყოველ მეორე დღეს. ძალიან რთულია ზოგადად საკუთარ თავზე ლაპარაკი. შენ ვინ ხარ? ანა, მოდი შენ. მე ხომ თქვი რომ ანა ვარ. ხო კი. ყოველ დღე სიახლეების ძებნაში რო ადამიანია იეგვარ მე, იმიტომ რომ ისეთი მომენტი მაქვს ახალ ცხოვრებაში, რომ ძალიან ბევრ რაღაცას მარტომ უნდა შევეგუო და ძალიან ბევრ სიახლეს უნდა შევეჭიდო ისე, როგორც საჭიროა და არ უნდა გავექცე. ამიტომ მე ვარ ეგ ადამიანი ამ მომენტისთვის მეგობრებო. დიახ. ნიაგო შენ? მე უბრალოდ მოკვდავი ვარ, რომელიც თვითცეების პროცესშია. და ეხლა ვცდილობ, რომ ჩემს ბნელ მხარეებს თვალი გავუსწორო და ბნელ მხარეებში გულისხმობ ემოციებთან მიმღებლობას, აი ნეგატიურ ემოციებთან მიმღებლობას და ეხლა მაგ სტადიაზე ვარ. შენ ერთ სტადიაზე ხარ და? მეორე კითხვა. რომელ მომენტში ვიგრძენი პირველად, რომ ნამდვილი მე ვარ და აღარ ვთამაშობ ვიღაც სხვას? აი ეს პასუხი თუ გინდათ. როდესაც გოგოებთან დავახლოვდი, მაშინ მივხვდი და კიდე სამეგობრო წრეში რომ სიღრმისეულად შევედი და რომ ვიგრძენი რომ აი აქ არის ჩემი ადგილი, მაშინ მივხვდი რომ მე ვიყავი ნამდვილი მე, იმიტომ რომ თავის დამალვა არ მჭირდებოდა იმისთვის რომ მეგობრებს მივიღე იმად ვინც ვარ. და ზოგადად უნდა ითქვას, რომ ადამიანები შენს გარშემო უდიდეს როლს საერთოდ გადამწყვეტ როლსაც თამაშობენ იმაში, რომ საკუთარი თავის ძიების პროცესში ალბათ ყველაზე კარგად შეიჭრა, იმიტომ რომ თუ შენი მეგობრების ან საყვარელი ადამიანების რაღაცნაირ მოთხოვნებზე და სურვილებზე ხარ მუდმივად მორგებული და ამ ნიღაბს ირგებ ისე თითქოს შენ ხარ, ძალიან რთულია ამ პროცესში საკუთარი თავის ძიება და შესაბამისად ჩემი აზრით ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საზრისი ისაა, რომ იმ ადამიანებთან იყო, სადაც თავს გაგრძნობ ნამდვილად და ხარ რეალური. ხო, აი ნამდვილი მე მაშინ ვიყავი როცა ეს ნიღაბი მოიხსენი და ჩემთვის საყვარელ ადამიანებს ჩემი რეალური მე ვერსია ვაჩვენე და პლუს ამას მაშინ როცა საკუთარი თავი პრიორიტეტად ავირჩიე და უკვე ჩემს თავს ვაყენებდი წინ და არა სხვას და ვისწავლე საკუთარი თავის უპირობო სიყვარული. კარგი, შემდეგი. ვაფასებ თუ არა საკუთარ თავთან დამოკიდებულებას ისე, როგორც სხვებთან? ვიყო ტოტალურები და მე ვიტყვი რომ არა, იმიტომ რომ ყოველთვის სხვას ვაყენებ ჩემ თავზე წინა სამწუხაროდ ეგ ჯერ კიდევ მოსაგვარებელი მაქვს. ისე არსებობს ემოციებზე უფრო მზრუნა ვიდრე ჩემს ემოციებს. ერთი წლის წინ რო გაკითხათ ალბათ ვიტყოდი იგივეს. მაგრამ ეხლა 50-50-ზე ვარ. ანუ სიტუაციას გააჩნია და ადამიანს. მოდი ეს ვიტყვე. და პლუს ალბათ ის ამბავიცაა, რომ მე რასაც ვაკვირდები საკუთარ თავიდან და მათ შორის თქვენს, არ ვართ იგივე ადამიანები, რაც ვიყავით ერთი დღის წინ, ერთი თვის წინ და ერთი წლის წინ და ზუსტად ამ ზრდა მოიტანა ის ამბავი, რომ საკუთარ თავთან დამოკიდებულებაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ჯანსაღი ჩამოყალიბდეს და ისე მოვექცეთ საკუთარ თავს, როგორც მოვექცევოდით გვერდით ყოფ მეგობარს. მაშინ ლიმინალი არ ვიყავით, მაგრამ უდიდესი ცვლილება პირველ კურსზე ლიმინალს და მეორე კურსის ბოლო, ანუ თქვენ რომ გვიცნობდეთ, ანუ რომ გწოდნოდათ ანა, მარიამი და ნია ვინ იყვნენ აქამდე და ახლა როგორები არიან, მიხვდებოდით რომ უდიდესი პროგრესი გვაქვს. რადიკალური სხვაობა. და ეგ მგონია რომ უკვე ძალიან დიდი გამარჯვება. კი.
შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. კი. რა დავწერო დღეს დღიურში და რომ წავიკითხე, მეგონა რომ სხვამ დაწერა. მარიამ, რა დაწერა დღიურში? ეს ცოტა ისეთი კითხვა რთული იყო ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, არ მოვიტყუები, იმიტომ რომ ზოგადად დღიურების წარმოება იმდენად არ მიყვარდა, რამდენადაც წერა და შემდეგ ამ ყველაფრის გადაყრა, იმიტომ რომ ძალიან კაი coping მექანიზმია, გამკლავების ამბავია, როცა ბრაზიდან რაღაცით ხარ სავსე, ცევდით. ძალიან კაია, როცა ამ ყველაფერზე წერ მაქსიმალურად გულწრფელად ფურცელზე და შემდეგ ამ ყველაფერს ანაგდებ ან წავ ან რაღაც. მაგრამ როცა ვიფიქრე ამ კითხვაზე, გამახსენდა წერილი, რომელიც დავუწერე, მოგასწავლეთ, დედაჩემს, სადღაც ალბათ 12-13 წლის წინ. ჩვენ ეგ წერილი ვიცით კი. ხო, და კი ვიტირეთ. ცოტა ისეთ სევდიანია იმ კუთხით, სენტიმენტალური ხო, იმ კუთხით, რომ გავიაზრე და გავიხსენე ის, რომ პატარა მარიამსაც, პატარა მესაც რამხელა რაღაცებთან უწევდა განკლავება და ამ ყველაფერს რომ ესე ძალიან პატარა ასაკში ხვდებოდა ჩემთვის ცოტა სევდიანი ამბავია რა. ზოგადად მეც მაშინ წერ როცა სევდიანი ვარ და როცა რაღაც მაწუხებს და ეხლა რო ჩემს პოემებს ვწერ და ჩემს პოემებს რო უყურებ ძალიან მეწოდება პატარა ნიაკო და მინდა რომ ჩავეხუტო და ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება და იცი რა შენ ეგ ეტაპი გადალახე უკვე და ძალიან სამაყოა. კი, სხვა შორის მეც დავუწერე ჩემ თავს რამდენიმე დღის წინ ზუსტად მაგ წერილის გამო. რა, ძალიან ყოჩაღია და ყველაფერი კარგს იმსახურებს. ანუკა შენ? მე დღიურში არ ვწერდი არასდროს, დღემდე არ ვწერ დღიურში, მე თუ რამეს ვწერ ხატრულს და იქაც ყველა ხვდება მეგობრებო, რომ იცოდეთ, ჩემთან კარგი დასასრული არ არსებობს, ეგ ალბათ ბევრს მეტყველებს. ასე რომ რასაც გადავხედე და მეგონა რომ სხვამ დაწერა, ეგეთი რაღაც არ მაქვს, იმიტომ რომ მე და დღიურები ძალიან შორს ვიყავით და ზოგადად იმდენად სტაბილურად მიჭირს მიბრუნება რაღაცებზე, რომ ავდგე და ყველა დღე დღიური ვაწარმოო, ასე რომ ჩემთან ეგ შორს, ჩემგან. უნდა ცადო. ნორმალურია. ძალიან კაია, თერაპეულია. აი, შემდეგ კი. შეგიძლია დაწვა მე რა არის პრობლემა. ხო, ეგეც თერაპიული პროცესია. შენ შემდეგ კითხვა. ყველაზე უცნაური კომპლიმენტი, რაც მივიღე და მაინც ლამაზად ვიგზნი თავი. ბერმიშელა. სამივეს ერთი კომპლიმენტი გვაქვს მეგობრებო. ხო, მე ვარ მაკარონა, ბერმიშელა და მარიამი არის ბრინჯი. და რომ მოვყვეთ ეგ ისტორია ძალიან საყვარელია, იმიტომ რომ მე მოყვე. მოკლედ მივდივართ უნივერსიტეტში, როგორც ყოველთვის განუყრელი სამი მეგობარი. იომანდელი. ხო და რატომღაც ერთმა უკვე ხანში შესულმა მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ ანასკენ ცოტა ბოდი შეიმინგი დამოსულიყო და რაღაც ეს ცოტა არასწორი კომენტარი გააკეთა, იმიტომ რომ ვიცი, ჩემი პოლისჯოხიც კი შენზე დიდიაო ესე. ხო, ნუ ჩემი პოლისჯოხიც კი შენზე მსხვილიაო ესე უთხრა ქალბატონს. ნუ ეს იყო ცოტა ხერხული, მაგრამ ნუ მე დაამატა რომ ძალიან ლამაზი კოკონები ხართ რაღაცას ასწავლობთ, როგორ სწავლობთ რაღაცა და მე თქვა რომ ესე აუცილებლად უნდა მომესალმოთ. ხო, აუცილებლად უნდა მომესალმოთ, როდესაც დამინახავთ და შეგვადარა აი ამ იმას რა ქვია, ბურღულეულს. მაკარონი. შენ კი ხარ რომ გრძელიო, მაგრამ მე ბრინჯი ვარ და ბრინჯი. ძალიან კაი იყო, ხო, ძალიან ბევრი ვიცნეთ მაგ დღეს. კაი იყო, თან ძალიან სევდიანად ვიყავი მაგ დღეს და ეგ იყო ჩემი ტოპ მომენტი. უცნაური კომპლიმენტი, ხო. უცნაური კომპლიმენტი ალბათ არ იქნებოდა რო არ დაემატებინა რაღაც ლამაზები ხარ და რაღაცა, იმიტომ რომ მაკარონა ბრინჯი. ეგ ბულინგი გამოვიდა და პირდაპირ მნიშვნელობით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებო, თუ ქუჩაში კიდევ ვინმე სამისლავე კომპლიმენტის ხმა, როგორ მიხვალთ, რა განწყობით და პირველად რა ასეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ კომპლიმენტს, უნდა ფორმულირება სწორი. კი, იმიტომ რომ შეიძლება წლობით გაგყვეს მე კომპლიმენტი. თუ კომპლიმენტია. ხო, ან კომპლიმენტი თუ არ არის, მაინც წლობით გაგყვება თუ რაღაც ცუდია. ხო, კომპლექსი იქნება. რა თქმა უნდა. ახლა კითხოს გადავიდე? კი. როგორ ურთიერთობებს ვაფასებ და როგორი მოვიტოვე უკან? ხო. და გაიცი პასუხი. არა მე. როგორ ურთიერთობებს ვაფასებ? ვაფასებ ისეთ ურთიერთობებს, სადაც თავს უგზნობ დანახულად. აი, რომ ვიცი, რომ ეს ადამიანი მხედავს ისეც, როგორიც რეალურად ვარ და მეგობრები მხედავენ ეგეც, როგორიც რეალურად ვარ. როგორი მოვიტოვე უკან? ყალბი ურთიერთობა მოვიტოვე უკან, სადაც თავი დანახულად ვიგზნი, მაგრამ რეალურად არ ვიყავი თურმე დანახული და ეგ ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ჩემგან და ყველასგან, ვინც მაგაში დამეხმარა, იმიტომ რომ კი, მართლა ძალიან.
და მოკლედ ეგეთ ურთიერთობებს, სადაც თავს ანუ უნდა მოვაჩვენო ადამიანს თავი ისეთად როგორიც არ ვარ რეალურად, ეგეთ ურთიერთობებს ვიტოვებ უკან. ადრე მიჭირდა, მაგრამ ახლა ვიცი რაც არის საჭირო და როგორ უნდა მოვიქცე. ასე რომ თქვენს გირჩევთ რომ როდესაც თავს იგრძნობთ ადამიანის გვერდით დანახულად, აი რო იცით რომ თქვენ ხართ, იქ დარჩით და თუ ხვდებით რომ რაღაც ის მორგება გიწევთ და ზედმეტი ხართ, მაშინ პირველივე შემთხვევაზე უნდა დგეთ და წახვიდეთ. არც კი სცადოთ გამოსწორება რაღაცის, იმიტომ რომ ისევ თქვენ გამოგიყვანენ მე დამნაშავეს. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. ადრე ურთიერთობები ანუ ეს შეიძლება ჩემი თვით შეფასებიდან გამომდინარეც იყო. მაგრამ საკმაოდ ტოქსიკური ურთიერთობები მოვიტოვე უკან. პლატონური, რომანტიკული, რა მნიშვნელობა აქვს. და ეხა, ის სიყვარული რაც გავეცი არ უნანობ. იმიტომ რომ ჩემი მასწავლებლები იყვნენ. რაღაცები. კი, იმიტომ რომ რაღაცები მოხვედი და აქამდე რომ მოგიყვანა და აქამდე რომ ესე ჩამოყალიბდი, არის ზუსტად იმის დამსახურება, რომ არასწორი ადამიანები და სწორი ადამიანები იყვნენ შენს გვერდში. მასწავლეს რა მინდა ურთიერთობაში, რა ჩემთვის პრიორიტეტული და ისიც მასწავლეს, რომ ჩემს თავზე წინ არ უნდა დავაყენო. არასდროს არავინ. ჩემთვის ალბათ პრიორიტეტული ურთიერთობებში მაინც ყოველთვის იქნება ერთგულება, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიური თემაა ჩემთვის და არ გულისხმობ მხოლოდ რაღაც ურთიერთობებში და ასე შემდეგ. ერთგულება ჩემთვის გულისხმობს არა მხოლოდ რაღაცნაირ ფიზიკურს და რომანტიკულ ურთიერთობებში, არამედ თუნდაც მეგობრებში რა. როდესაც ადამიანთან შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ და როდესაც მას ენდობი შენი მთელი გულით და სულით, არის ზუსტად ის ადგილი ურთიერთობების, სადაც აუცილებლად უნდა გაჩერდა. და მაშინ, როდესაც ეს ნდობის კედელი რაღაცნაირად ინგრევა, შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ემოციური და ეგეც ნდობის დარღვევა, და ადგე და უბრალოდ წამოხვიდე, იმიტომ რომ არ ღირს ესეთ ურთიერთობებში დროის გაფლანკვა. თან პლუს ამას ემპათიის გრძნობა უნდა კონდეს და მხოლოდ მისი გადმოსახედიდან არ უნდა აფასებდეს რაღაცებს. და შენ, ერთგვარად შენი ფეხსაცმელიც უნდა მოირგოს, მოკლედ რა. ეს გადატანით ვიშო. პირდაპირ არ უნდა მოიქოს. არა თქო, არა აქვს ფეხსაცმელი. კი. რომელ მარცხზე თქვი არ მადარდებს და მაინც 1 საათი უსმენდი სევდიან მუსიკებს. ეროვნულები. და ნებისმიერი რაც ასოცირდება ნიშნებთან. ხო. უნივერსიტეტში პირველი ცუდი ნიშანი იყო ჩემთვის დამანგრეველი. კი, ძალიან დიდი წესი იყო. ზოგადად პერფექციონისტი ვარ და ეს ნიშნები და რაღაცა ზოგადად შეცდომები ძალიან სენსიტიური თემაა ჩემთვის და ამას დღემდე უმკლავდები და მუშაობ ამაზე. მე მახსოვს ძალიან განიცადა ეროვნულებში მე შედეგები რო დაიდო და 70%-იანი გრანტი რო დავინახე 100-ის ნაცვლად, იმიტომ რომ მთელი წელი მუშაობდი 100-ისთვის და 100 მინდო და ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ჩემი თავით. ქულა არ განგსაზღვრავთ და პლუს ამას არ უნდა დაისახოთ საკუთარ თავთან რაღაც არარეალისტური სტანდარტები. ხო, ეთახები აბსოლუტურად. ის იქაც გახედე. მგონი სტუმარი. გონი კაცი არ გამოჩნდა. კაი, შემდეგი კითხვა. შემდეგი კითხვა. ერთი ცხოვრებისული გაკვეთილი, რომელსაც ისევ და ისევ სწავლობ, მხოლოდ იმიტომ რომ ჯიუტი და დრამატული ვარ. გაიცმოსხი ხა მიდი. ხო, მე პირადად ნდობა, ძალიან მიმდობი ადამიანი ვარ, მაგით არის სარგებლო. ვადასტურებ ძალიან მეც ვადასტურებ. სამივე ვიზიარებთ ამ ამბავს. კი, ჭკუა ვერაფრის ვერ ვისწავლე. ისევ და ისევ იგივე მეგანა არ ვუშვებ იგივე შეცდომას, ან შეიძლება ვუშვებ რა ვიცი, მაგრამ შედეგი რო საბოლოოდ სულ ერთ და იგივე, იმას ნიშნავს რომ მაინც უკეთესად მაგ რაღაც ასწავლი, რასაც არ ვიზიარებ და რატომ არ ვაკეთებ მაგასა ვერ ხვდები, ვერ ვიაზრებ, აი ჩემამდე არ მოდის რა ვიცი. და პლუს ამას ზედმეტად ვუღრმავდები რაღაცებს, აი overthinking-ი. საშინელებაა მეგობრებო. იმიტომ რომ რაღაც ტოქსიკურ პატერნამდე მივყავართ და იმას რო უღრმავდებით შფოთვა გვეწება. მე სულ სხვაგან მიდიხარ და ეს სულ სხვაგან ისევ იმაზე გაბრუნებს, რომ ფიზიკურ შეაისახება და რად გიღერს. არაფრად საერთოდ. კიდე ის ვერ ვისწავლე, რომ თუ ბედნიერი ვარ, იმას არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს კიდე თუ არა, ცუდად უნდა ვიყო. ჩემთან იმდენად შაბლონურად არის ჩაბაჭილი ის, რომ ვიცინი მე იტირებ. ხო, რაღაც ცუდი ეგ არის. სულ მგონია, რომ ბედნიერი როცა ვარ, თან ძალიან ცუდი გაკვეთილი მქონდა ბოლო პერიოდში, ბედნიერი როცა ვარ, სულ მგონია, რომ მე უნდა მოხდეს რაღაც საშინელება და ეგეც ხო დამიმტკიცა რაღაც მხრივ რა, მაგრამ ეგ იმიტომ დამიმტკიცა, რომ მე იმდენად მჯერა მაგის, რომ მე ვაკეთებ
სიტუაციას ისე, რომ მე მოხდეს ეგრე. რეალურად არ ნიშნავს ბედნიერება იმას, რომ შემდეგ თუდად უნდა იყო, ამიტომ ეგ გაითვალისწინეთ. რატომღაც ტკივილს ვეჯაჭვებით რაღაც მხრივ და ეგ ირონიული კი ჩემგან ეხჩევა, მაგრამ ანუ მაინც გირჩევთ. ბედნიერები თუ ხართ, არ გიგონოთ, რომ შემდეგ გინდა თუ არა სევდიანები უნდა იყო და რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. მაგრამ ზუსტად ეგ როგორ თქვა მოდის ალბათ ბავშვობიდან, იმიტომ რომ ნებისმიერ ოჯახში ანუ მეგობრების შემდეგ მახსოვს რომ სულ არის ყოველთვის ის რომ აი რამდენი სიცინი მე იტირებ თუ რაღაცა ძალიან ცუდი მიდგომა. თან ის მომენტიცაა რა ის სიყვარულის დეფინიცია როგორ გვაქვს იცი ნასწავლი რომ რაღაცა უნდა ხო დავამსახურებულად და ესე უპირობოდ არ მოდის. გარშე სიყვარული არ მოდის. სისულელეა, უდიდესი სისულელეა. უპირობაა მეგობრობა სიყვარული. და პირველ რიგში საკუთარი თავისგან უნდა მოდიოდეს. კაი, შემდეგ კითხვა. ვინმე რომ სამი სიტყვით დამახასიათოს, რა მინდა რომ ის სამი სიტყვა იყოს და რა იქნება ის სამი სიტყვა რეალურად. ვინმე რომ სამი სიტყვით დამახასიათოს? საერთოდ კითხვა. არ მიფიქრია მაქსიმ სიტყვაზე. მოდი ახლა იფიქრე. ცუდი უკენი რო არ მიფიქრე. მინდა რომ ჩანდე ჩანდე, იმიტომ რომ ემოციებს არ გამოვხატავ, არ მიყვარს ემოციების გამოხატვა, იმიტომ რომ მინდა რომ ესეთი ცივი უხეში ნათქვამი უბრალოდ გაწონასწორებული ადამიანი მინდა ჩანდე, იმიტომ პირველი იქნება სერიოზული, გაწონასწორებული და საყრდენი მინდა ვიყო ყველასთვის. და რეალურად როგორ დამახასიათებენ, ეგ არ ვიცი. რეალურად ამათ უნდა ვკითხოთ როგორ დამახასიათებენ. მაგ სამი სიტყვიდან ემპათიური ხარ? ალბათ ანუ ხარ, უბრალოდ მაგ სამი სიტყვას მე პირადად არ გამოვიყენებდი შენს დასახასიათებლად. სულ სხვანაირად წავიყვანდი, იმიტომ რომ ანას ნამდვილი სახე რომელსაც ცოტა არ იყოს და მალავს, იმიტომ რომ უფრთხილდება. ბევრად უფრო თვილი და ტკბილი და საყვარელია და ბაჭიასეულია და რაღაცნაირია ძალიან ადამიანია. და გონია რომ არ ვიცი, მაგრამ ისეთ რჩევებს გაიცემა, რაც რეალურად მას შედება. თვითონ არ იყენებს. ყველა ადამიანი ეგრეა. კი. შენ როგორ დაახასიათებდი შენ? შენ თავს. ჩემს თავს. სამი სიტყვით. როგორ დავახასიათებდი თუ როგორი მინდა რომ წარმომიდგინე? დაგახასიათო. და სინამდვილეში ხარ როგორ ხარ? ემპათიური. ჭკვიანი. ლოიალური. კარგი, მაგრამ ჭკვიანს გამოვიყენებდი, ემპათიურს გამოვიყენებდი. ლოიალურსაც ვერაფერს ვერ. მაგრამ დავამატებდი ალბათ ეს დავამატებდი. ნიას დახასიათებაში უპირველესად რასაც გამოვიყენებდი არის ბავშვურობა. ოღონდ ბავშვურობა სანცარობას არ გულისხმობ, ბავშვობას გულისხმობ იმაში, რომ ნია არის სულ ლაღი. კი და ნია რომ მოდის ხო? ანუ აქ უთამაშებს რაღაც ირგული რაღაც უნათებს, ეგ აურა აქ რაღაც ეგეთი რომ მოდის ნია ის სულ ისეთი ხასიათით მოდის, რომ აი მაშინვე ბავშვობაში გადადიხარ. კი და როცა იღიმის ყველაზე კარგად ჩანს ეგ ამბავი. აი ემოციურად იღიმის, აი რაც უხარია. ამიტომ ნიას პირველი სიტყვა რასაც მე გამოვიყენებდი ნიას დასახასიათებლად არის ბავშვურობა. კი და მე მაგ ცოტა იმად რა ქვია. ცოტა რა მიზნად რომ ეგ ამბავი არ უნდა დაკარგოს ნია, მაგრამ ასდროს და მაგას შეუცვლებლად დაგეხმარებით ყოველთვის, რომ ეგ ბავშვურობა სხვაგან თუ არა ჩვენთან მაინც აუცილებლად შეინარჩუნა და მე ხა კი. საკუთარ თავს დავახასიათებ. პირველ რიგში ალბათ ვიტყოდი, რომ ძლიერი ბუნების ვარ. ვიტყოდი, რომ ძალიან ერთგული ვარ. და ვიტყოდი, რომ ვარ ალბათ შრომის მოყვარე. ალბათ არა ხარ. ხო. შრომის მოყვარე უპირობოდ პირველი იქნება, იმიტომ რომ მარიამი არის ძალიან პასუხისმგებლობის და შრომის მოყვარეობის ეტალონი. კი, ცოტა. სამი სიტყვა ხო გამოვიდა. დივა, პირდაპირ მნიშვნელობით. ჩემი მისაბაძი ადამიანია. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მისგან და მართლა როლ მოდელი ხარ იმენა. სტაბილურობის რაღაც. ანუ მარიამი არის უდიდესად მყარი ადამიანი მაშინ, ანუ განსხვავებულია იმას არ გულისხმობ, რომ უდიდესად მყარი ადამიანი მაშინ, როდესაც მის მიზნებს ეხება საქმე და რაღაც სულიერებს. იმიტომ რომ არანაირ მომენტში, რაც არ უნდა დაბრკოლება ნახოს, ნაბიჯს უკან არ გადადგამს არანაირად. ეგ ძალიან მადლობთ მეგობრებო, შემდეგი კითხვა. აი, ხა ცოტა ლაითი და მარტივი კითხვა. რომელ კომფორტ ფილმს ან სერიალს უყურებ ისე თითქოს წამალი იყოს? რაპუნცელი. მე ჰაუს. ო. რანაირ
ვერ დავითვლი რამდენჯერ მაქვს ნანახი და თან ჰაუსი იყო ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი რატომაც წამოვედი ფსიქოლოგიაზე. ჩვენი კრიმინალური აზროვნება ხო? კრიმინალური აზროვნების გამო წამოვედი ფსიქოლოგიაზე. კი, რაც არ უნდა. ჰაუსი და კრიმინალური აზროვნება. კრიმინალურ აზროვნებას რო უყვებდი, მეთქი რა მაგარია კრიმინალური ფსიქოლოგია, მაგრამ კრიმინალური ფსიქოლოგია სამწუხაროდ. არა. ჯერჯერობით შემოვიდა სხვათა შორის ეს იურიდიული ფსიქოლოგია. პროსტა იურიდიული ფსიქოლოგია იყო ესე ცალკე განხრა როგორ არის ჩვენთან უნივერსიტეტში. ფსიქიატრიას და შორის ხარ ხო? ხო, ანუ ახლა არ ვიცი ზუსტად რა მინდა, იმიტომ რომ ცოტა რთულია ესე ჩამოყალიბება და გადაწყვეტა, როცა ამდენ საინტერესო რაღაცას სწავლობ, მით უმეტეს როცა სწავლობ ისეთ სპეციალისტებთან, როგორც ბესეულში ყავს, იმიტომ რომ მართლა უპირობოდ ძალიან კარგი გარემოა შექმნილი. და რას ვამბობდი? ხო, ბოლოს დავამატებ, რომ ბოლოს ვიყავით ძალიან საინტერესო შეხვედრაზე, სადაც ტირილ-ტირილით გამოვანენთ იმდენად ემოციური ფონი იყო ჩვენთვის პრაქტიკული მაგალითი. და ალბათ ნებისმიერ ადამიანს ურჩევდი, რომ ეს ღრმად დაინახონ საკუთარი თავი რა. ძალიან მნიშვნელოვანია. რომ გავიმეოროთ, ჰაუსი, რაპუნცელი, Holdovers. რეალურად ჩახლართული ქვია, რომელიც თუ არ იცოდით და Holdovers. კი ბატონო. კაი. შემდეგი კითხვა. რეალურად მინდა ჩემი თავის პოვნა თუ მინდა უბრალოდ კარგი ბინა და იდეალური კარი მქონდეს. ნახე, მე ვიტყოდი უკაცრავად. მე რომ იცით როგორა? როცა საკუთარ თავს იპოვი. კარგი ბინა იქნება და იდეალური ხო? საკუთარი თავის პოვნა არის ფორმულა ჩემთვის წარმატებისთვის, იმიტომ რომ როცა საკუთარ თავთან ხარ ჰარმონიაში, როცა საკუთარ თავთან ხარ მწყობრ მდგომარეობაში და შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ, მართლა საკუთარ თავთანაც და არ მოატყუა და არ მოგიწია სახლში მისვლა და რაღაცების მოგონება, იმიტომ რომ კომფორტში დარჩე. აი, როდესაც ამ ყველაფერს ისწავლი, როგორ უნდა იყოს საკუთარ თავთან კარგად, მე ეს ყველაფერი გინდა თუ არა, მიგიყვანს რაღაცნაირად წარმატებამდე და ეს წარმატება აუცილებელი გარანტია კარგი კანის და კარგი ბინის მეგობრებო. თვითცეების პროცესი მხოლოდ სულიერი გზა ხო არა? ანუ ისაა რა, შენი ოცნებები რეალობად აქცია და როცა ოცნებებისკენ მიისწრაფვი და ამას რეალობად აქცევ და ამის რეალიზება შეძლებ, ყოველივე ეგ ყველაფერიც გექნება რა. კი, რა თქმა უნდა. ეგ ანუ რაღაცნაირი ფორმულა არა? კი, საკუთარი თავი წარმატება. შემდეგი კითხვა. შემდეგი კითხვა არის რა არის ის, რასაც პიროვნების ნაწილად ვთვლიდი და რეალურად თვითმკვლელობის მექანიზმია? ძალიან კაი კითხვა. ძილი. მე ყველა გადაცემაში ძილის გარდა ყველგან ძილი უნდა ვახსენო. პრობლემებისგან გაქცევა. გააქვს გამოცდილებაში ახლა და მე ალბათ ჭამა. ძილი, ჭამა. მე ორივე ერთად. ხო, ორივე. სახლში გაქცევა, ჭამა და მე ძილი. ხო. აი ყველას ან წიგნისან ფილმის ყურება და რეალობისგან მოწყვეტა. ხო, ნუ შენ გარეთ ჭამა. შენ გარეთ გძინავს. ვას უხდამ კითხვა ეს მარტივია. კი, მარტივია. არ უნდა ეხა ჩაღრმავება რა. არა, უბრალოდ ეხა ძალიან თუ ჩავუღრმავდით ეს ძალიან ისეთ დარღვევამდე გადის, მაგრამ არ გვინდა. ახლა არ გვინდა. შემდეგი ეპიზოდისთვის მეგობრებო. რა მეგონა სამყაროს აღსასრული და ახლა სასაცილოს ქოლიოდ მეჩვენებდა და დავიწყე ესე აღსასრული. ესე რატო გამიხარდა? სამყაროს აღსასრული. მართლა დგება მეგობრებო. სამყაროს აღსასრული. მოდი ამ თემაზე ვლაპარაკი, არ გვინდა ახლა. სამყაროს წინა კითხვაზე ვახსენე, რომ პირველი ცუდი ქულა უნივერსიტეტში მეგონა, მართლა მეგონა სამყაროს აღსასრული, იმიტომ რომ ზოგადად სკოლაში რო ვიყავი შეჩეული იმას, რომ ანა ყოველთვის იყო ათოსანი და კარგი ქულები ქონდა, აქ მე მეგონა, რომ მართლა ძალიან კარგი სტუდენტი ვიქნება და განაცვლელი სტუდენტი არ ვარ, იმას არ გულისხმობ, რომ არ ვსწავლობ და რაღაც, უბრალოდ გამიჭირდა, ძალიან გამიჭირდა. მე ვიტყვი კიდე დავამატებ ალბათ ადამიანების დაკარგვა. ხო. კარგი იყო თუ ცუდი იყო? ხო. შენ ჭრილშიც გამახსენდა და მაგიტო ვამატებ რა. ზოგადად ადამიანების დაკარგვა თავის დროზე მეგონა სამყაროს რაღაც ძალიან დიდი აღსასრული, იმიტომ რომ შენთვის მნიშვნელოვანი ერთ დროს მნიშვნელოვან პიროვნებას რო კარგავ და შენს ცხოვრებაში უკვე აღარაა, რაღაცნაირად ცოტა აღსასრულივით შეიძლება ასე ვთქვათ. თუმცა ეს ასე არაა, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ყველაფერს როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, დრო ძალიან ლამაზად ალაგებს. ცხოვრება ციკლია. ხო და მგონია რომ ზუსტად მაგ ადამიანების დაკარგვა და ალბათ ზუსტად ეგ გამოცდილებები არის მთავარი ამბავი იმისა, რომ დღეს აქ ვართ, ასე ვართ. პატარა სტუმრები ყავს აქ. ჩემთვის პირველი ნაბიჯი იყო.
საშიშროება ნებისმიერ მომენტში პირველი ნაბიჯის გადადგმის კარიერული თვალსაზრისით აკადემიური თვალსაზრისით ურთიერთობებში ნაკეზე ვისაუბრეთ პირველ ეპიზოდში ძალიან ისე ჩემთვის ალბათ ყველაზე დიდი დისკომფორტი ეგ იყო მაგრამ კომფორტის ზონიდან გამოვედი იმიტომ რომ ცვლილება მოითხოვს კომფორტის ზონიდან გამოსვლას კი აბსოლუტურად გეთახა მეც დავამატებ რომ გარდა ცუდი ნიშნისა სამყაროს აღსასრული მეგონა სკოლა რო დავამთავრე მე სამეგობროსთან განშორება ჩემთვის იყო აი ის სექტემბერი 2023 წლის და 2024 წლის სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერიც 23-ის განსაკუთრებით მქონდა აი უდიდეს შეუწერტილად, იმიტომ რომ ძალიან მიჭირდა ხალხთან განშორება და მე რაღაც იმდენად ისეთ სიახლეებზე შეგვება, რომ შესაძაც ყოველთვის ყველა დღეს რომ მეგობრებთან ერთად ატარებდა, მე უცებ რეალობას რო ეჯახები, რომ ორ კვირაში ერთხელ თუ ნახე, ისიც აჰა 5 წუთი და იყო ჩემთვის ძალიან რთული და ახლა უკვე ხვდები რომ ნუ რაღაცები არის საჭირო, რასაც უნდა შეეგუო, რაღაცა უნდა გაუშვათ. კი. ყველას ვერ შევინარჩუნებთ. ზოგჯერ ინტერესები აუცილებელიცაა ჩემი აზრით ეგ ამბავი. ზოგჯერ ინტერესები იცვლება, ზოგჯერ ცუდი დამოკიდებულება. შენი პიროვნული ზრდის გარანტია ეგ. იმიტომ რომ ძალიან შეიძლება რთულად დასანახი და გასაგებია, მაგრამ ტკივილი ყველაზე მეტად ზრდის ადამიანს. რა თქმა უნდა. შემდეგ კითხვა შეგვიძლია გადავაბათ და აქედან გამომდინარე ვილაპარაკოთ, რითი ვამაყობ ჩემ თავში ყველაზე მეტად. ზუსტად იმით ვამაყობ, რომ იმ სიძნელეებს და იმ სამყაროს აღსასრულს არ შემეწირე და გადავურჩი და დღეს ვარ აქ ახლა და თქვენ წინ. და თქვენ გვერდით. მე ვამაყობ ალბათ ყველაზე მეტად იმით, რომ ხო, ალბათ მეც რაღაცნაირად მსგავსი პასუხი გამომევა, იმიტომ რომ არ გამტეხა იმ ცუდმა გამოცდილებებმა და არ დამიმთავრა ყველაფრის რაღაცნაირად იმედი რა, იმიტომ რომ იმედი და ზოგადად მოლოდინები არც ისე კარგი რამეა, როცა ძალიან დიდია და ამაზეა დაყრდნობილი შენი მთელი ცხოვრება, ძალიან ცუდია ამ მხრივ, მაგრამ რაღაცნაირად ამ ცუდ გამოცდილებებში რომ კარგს ხედავ და მზრდის ესე ძალიან ამით ვამაყობ ჩემ თავში ალბათ ყველაზე მეტად და აქამდე რომ მოვედი ალბათ მაგით ვამაყობ ყველაზე ალბათ ჩემი 1 წლის წინანდელი ნია და ახლანდელი ნია რო ერთმანეთში შევადაროთ სრულიად რადიკალურად განსხვავდებით ერთმანეთისგან ისეთი გადაწყვეტილებები მივიღე რაც ჩემს პიროვნულ განვითარებას ემსახურებოდა. აქ არ გულისხმობ მხოლოდ მატერიალურ რაღაცებს, არამატერიალურსაც, აი თუნდაც პირველი ნაბიჯის გადადგმა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საკუთარ ემოციებთან მიმართებაში მიმღებლობა და კომუნიკაცია. კომუნიკაცია ძალიან მეჭირდა და საკუთარ ემოციებზე ესე ღიად საუბარი და ვერბალიზირება. არა მხოლოდ საკუთარ თავთან, არამედ აი ურთიერთობებშიც. ხო, აი წლიდან წლამდე რო ხედავ როგორ იზრდები, ალბათ ყველაზე μετად ეგ გაძლევს სტიმულს და სტიმულს რომ გაანაგრძოს სხვა და ზუსტად ეგ რო ხედავ რაღაცნაირად როგორ იზრდები და როგორ ხარ ბევრად განსხვავებული და შენთვის ბევრად უფრო კომფორტული და კარგი ადამიანი ეგ არის ყველაზე დიდი სიამაყე და ამასთან ერთად წარუმატებლობის შიში გეხმარება იმაში რომ ზუსტად ეგ ზრდა არ შეაჩერო და ეგ რაღაცნაირი ფორმულასავითაა რა რომ თან წარუმატებლობის შიში და თან ზრდის სიამაყე შენს თავში გეხმარება იმაში რომ რაღაცნაირად არასდროს არ გაჩერდე და არ დაამთავრო ეს წინსვლა რა როგორც საკუთარ თავთან ისე გარშემოყოფებთან. შემდეგ კითხვა. რაც მივაღწია ამ ეტაპამდე, რაც წლების წინ შეუძლებელად მეჩვენებოდა. როგორ? რაც მივაღწიე ამ ეტაპამდე, რაც წლების წინ შეუძლებელად მეჩვენებოდა. მე ისევ სამეგობროში ვიტრიალებ, როგორც ვიხდი ძალიან სენსიტიური თემაა ჩემთვის ეს. ისევ სამეგობროში ვიტრიალებ და ვიტყვი რომ ჩემთვის შეუძლებელად მეჩვენებოდა, რომ ვუყურებდი ხალხს მეგობრებთან, როგორ ახლოს იყვნენ და როგორ მოუვიდებლები და ესეთი ურთიერთობა რო ქონდათ, როგორც ყოველთვის შური კიცოდი რაღაცა, მაგრამ მართლა ძალიან მშურდა, იმიტომ რომ სულ მინდოდა ესეთი სამეგობრო მყოლოდა, სადაც თავს ვიგრძნობდი ანა იქნებოდა ანა და ხალხი ანას დააფასებდა იმისთვის, რომ ის რეალური იყო. და ეს იმდენად შეუძლებელად მეჩვენებოდა, არ მომბობ რომ ცუდი მეგობრები მყავდა, მაგას არასდროს არ ეტყვი და იმ ხალხის ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ვიყავი კიდევაც. უბრალოდ ახლა საერთოდ სხვა სიტუაციაში ვარ და ახლა ამ ხალხთან ერთად როცა ვარ, მე ვარ მოურიდებელი, ვიცი რისი გაკეთება შემიძლია და რისი გაკეთება არ შემიძლია. არ გიწევს ნიღლის მორგება და ფილტრი არ გაქვს. ფილტრი არ მაქვს ამ ხალხთან, იმიტომ რომ ვიცი რომ მიცნობენ ისეც როგორც ვარ, რეალური ჩემი სახე იციან და ნებისმიერ რაღაცაში, განაეხა ადამიანი რომ მოკლა, არ გავაკეთებ, მაგრამ მაგაში არ შეიძლება მაგაში დაგეხმარე. მართლა შეიძლება მაგაში წიგნი დამიგნო. ხუმრობთ. ბევრი ადამიანი ნახო.
ან არა. აი, ხუმრობა თქმა უნდა, არანაირად ამის ყოლობას არ ვაპარაკობ, უბრალოდ იმას გულისხმობ, რომ ადრე მეგონა რომ ესეთი გაერთიანებული სამეგობრო იქნებოდა რაღაც რთული, ჩემთვის მიუღწეველი და ახლა როცა ამ ხალხის ირგვლივ ვტრიალებ, ვხვდები რომ საერთოდ არაფერი არ არის მიუღწეველი და შეუძლებელი. კიდე დავიბლაშე. კიდე დავიბლაშე, გოგო, დავიღალე. ახლა თქვენ რა გეგონათ რომ მიუღწეველი იყო და ახლა რომ უყურებთ? მე რატომღაც პატიება მახსენდება მაგ კითხვაზე. პატიება? ხო. მეგონა რომ იმ ადამიანებზე რომლებიც ძალიან გაბრაზებული ვარ და გაბრაზებული ვიყავი უბრალოდ მეგონა რომ ის შეცდომები რომლებიც ჩემთან მიმართებაში დაუშვეს და არა მარტო მეგონა რომ ესეთ რაღაცას ვერასდროს ვერ ვაპატიებდი და ერთ-ერთი ესეთი ადამიანი ჩემი ყველაზე ახლობელი მეგონა რომ არ დავაკონკრეტებ, მეგონა რომ ვერასდროს ვერ ვაპატიებდი და ვერასდროს ვერ გავიგებდი ბოლომდე რა იყო იმ შეცდომის მიზეზი, რაც დაუშვა ჩვენთან მიმართებაში, ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართებაში. თუმცა დრომ და ზრდამ დამანახა ის, რომ პატიება არის ყველაზე კარგი რაღაცა, პირველ რიგში ალბათ, იმიტომ რომ საკუთარი თავის გათავისუფლებისთვის და საკუთარი თავის რაღაცნაირად ძიებისთვის ეგ ამბავი გაბრკოლებს, იმიტომ რომ როცა ვიღაცის მიმართ ბრაზი და შური სავსე გაქვს გული, ვერ მოახერხებ ბოლომდე რაღაცნაირად როგორ თქვა ჩემი პროგრესი არ გექნება. ხო, პროგრესი არ გექნება ნამდვილად. მე წინ ვერანაირად ვერ წახვალ. ხო, და ზუსტად ეგაა, რომ მე მაქვს ესეთი მიდგომა და დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს, რომ მირჩევნია ჩემს გულში ეს ამბავი არ დავიტოვა, ვაპატიო როგორც ასეთი, თუმცა არასდროს არ დავივიწყო ეს ამბავი, იმიტომ რომ პატიება იცი რას ნიშნავს, რომ უშვებ უკვე მაგ სიტუაციას და შენზე ზეგავლენა აღარ აქვს. შემიძლია ამის ემოციურად მიღება, თუმცა რა თქმა უნდა ამ რაღაცას არ დავივიწყებ არასდროს და ყოველთვის იქნება რაღაცნაირი თანდევი. გამოცდილება და გაკვეთილი. რა იყო? კიდე ბოლოჯერ ვიბეორებ. რას მივაღწია მე დაბამდე, რაც წლების წინ შეუძლებელი მეჩვენა. ეს დემენციის ნიშნები ეგ. არა, ირონიით მიგულისხმობ. ბევრ ამას რა ვარ. მიმღებლობას ისევ და ისევ საკუთარ თავთან. კომუნიკაციაც და პლუს იმას რომ იმის გააზრება რომ არ ვარ იდეალური და რაღაცებს ეს შენი პერფექციონიზმის შეცდომის უფლება მაქვს და შეცდომით ვსწავლობ და ერთგვარი გამოცდილებაა და ეგ მომოტივირებელი ძალაა რომ განვაგრძო სვლა და რაღაც ახალი ვისწავლო და არა კითხვასაც უპასუხე რა შეკითხვა რითი ვიყავი შეპყრობილი რაც ახლა აღარ მადარდებს პერფექციონიზმით ვიყავი შეპყრობილი და მუდამ ვცდილობდი რომ ყველაფერი იდეალურად გამეკეთებინა. ხო, გაიმოიყო. რა იდეალური მოსწავლე ყოფილიყავი, იდეალური შვილი ყოფილიყავი, იდეალური მეგობარი ყოფილიყავი. არ არსებობს მეგობრებო ეს იდეალური ნია, ან იდეალური ვინმე. ხო, რა თქმა უნდა. იდეალური ცნება არის, არა, ვინმე იყო არ ვიცი, მაგრამ ძალიან აბსურდულია. მგონია რომ ცხოვრებაში გიშლის ხელს და არსებობაში გიშლის ძალიან. და ესეც იქედან მომდინარეობს, რომ სიყვარულის არასწორი შეხედულება გვაქვს. და მოკლედ რა მარიამ შენ კითხვა რა იყო? კითხვა მახსოვს. შეპყრობილი არ ვიცი, მაგრამ ალბათ ჩემი ფიქრების დიდი ნაწილი ეთმობოდა იმას, რომ მაქსიმალურად მოვრგებოდი ყველას და მოვწონებოდი, მოდი ასე ვიტყვი. ეს იქნებოდა მეგობარი, მეგობრის დედა, მამა, რა ვიცი, ნათესავი. მინდოდა რომ დაენახათ ჩემი თავი ვერ ვიტყოდი. მინდოდა რომ დაენახათ ჩემი ძალიან კარგი თავი და რაღაცნაირად ნიღაბს ირგებ. ბოლომდე მოვწონებოდი რა. ჩემი თავი ბოლომდე არ ვიყავი, მოდი ასე ვიტყვი. ჩემთანაც ზუსტად რაღაცნაირად ისევ იდეალურობის ამბავს ვუბრუნდებით რა. არ ვაჩვენებდი ჩემს მანკიერ მხარეებს, რაღაც სისუსტეებს, იმისთვის რომ არ დამეკარგა ის ადამიანები, იმიტომ რომ მეგონა რომ ეს იქნებოდა რაღაცნაირად გარანტი ურთიერთობების დასრულებისა და ეგრე არა. ჯობია რომ იყო შენი თავი, დაინახოს ყველა შენი მინუსები და აქედან გამომდინარე გადაწყვიტოს შენთან ურთიერთობა ეხლა. და ვისაც არ უნდა ბაი. მე იგივე პასუხი მაქვს რაც მარიამს და ანუ საბოლოოდ ერთი ანუ მოკლედ რო თქვა ხალხის აზრით ვიყავი ძალიან შეპყრობილი. ოღონდ ახლო ხალხის აი ვიღაც გამლელს არ გულისხმობ რა თქმა უნდა. ანუ ახლა ხალხსაც გააჩინე, იმიტომ რომ ხა მეგობრების აზრი რა თქმა უნდა მადარდებს და სულ გავითვალისწინებ უბრალოდ. ყოველთვის ვცდილობდი რომ რაღაც ჩარჩოში, ისეთ ჩარჩოში ვყოფილიყავი მოქცეული, რაც მოსწონდა და მისაღები იყო სხვისთვის. ახლა ხვდები რომ მაგ ჩარჩოს უნდა გავწდე კიდევაც და
ყველანაირად ვცდილობ რომ გავაკეთო მაქსიმალურად ის რაც არის კომფორტული ჩემთვის და რაც მინდა რომ მე მქონდეს და ვიცი რომ შედეგამდე მე მიყვანს. შემდეგ კითხვა. რომ არა აქ და ახლა სად იქნებოდით? ძალიან საინტერესო შეკითხვა ეს და ძალიან დასაბუთებელი. სხვა გადაწყვეტილება რომ მიგეყო რაიმე. შენ გაქვს სოფელი? სავარაუდოდ ალბათ რომ არა აქ და ახლა მე ეს ძალიან ბნელია. ძალიან შოვი. მოდი პროფესიის კუთხით წავიდეთ ისევ. პროფესია. ხო. ალბათ ვიქნებოდი სამედიცინოზე. ნატანჯის სტუდენტი. ბოდიში სამედიცინოზე ვინცხართ, მაგრამ ეგრეა, რეალობა. ოზონი ნატანჯია. ხო, ნატანჯი ნუ ცოტა ისეთი. ხო. ცოტა ისეთი ამბავია. გონია რომ ალბათ ვიქნებოდი ჩვენს დედაქალაქში, თბილისში. ძალიან მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრება პედიატრია, იმიტომ რომ ბავშვებთან მაქვს რაღაცნაირი ყველაზე თბილი დამოკიდებულება. ძალიან მიყვარს ზოგადად ბავშვები და პატარაობიდან მოყოლებული მინდოდა ვხედავდი ამ პროფესიაში ჩემს თავს, თუმცა ახლა რომ ვუყურებ ამ გადმოსახედიდან ჩემს ცხოვრებას და ჩემს გადაწყვეტილებებს, ალბათ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო აქ დარჩენა და ახლა აქ ყოფნა, თუმცა ის რომ ლიმინალის ეპიზოდის ჩაწერაზე ვართ, ალბათ ეს ამბავი არ შედგებოდა რომ წავსულიყავი ამ კუთხით რა. ხოდა ძალიან მიხარია. არა, მიდი უპას. მე ვიფიქრე. ფიქრეშეს რომ თუ მინდა ესა პროფესიის კუთხით წელი. პროფესიის კუთხით ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო და დღემდეა რომ ყოფილიყავი სამსახიობო. შენც ალბათ თბილისში იქნებოდ. ქვაკუთხედით. მანდ მაინც გადავიკვეთებოდით მე და შენო. თბილისში კი. აი სულ მინდოდა რომ ყოფილიყავი სცენარისტი და ფილმი დამეწერა. ახლაც არა და რთული კი არა და გვიანი. ხო. გრძელვადიან პერსპექტივაში მაქვს ეგეც. გეგმაც. ხო. აუცილებლად აიხდა შენს ოცნებებს თუ რაღაცნაირად ბიზნეს დაგცემ. კი. ანუკა შენ? მე მადლობთ. პროფესიის მხრივ ფსიქოლოგია ძალიან დიდი ხანი მინდოდა, ამიტომ ბათუმში თუ არა მე ეჭვება თბილისში რომ ყოფილიყავი. ალბათ შეიძლება საერთოდ არ ჩამებარებინა და ფოტოგრაფად ხო ესე ანუკა არის ძალიან თუ არ ვიცით? ანუკა არის ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფი, მეგობრებო. თუ მოგინებათ ქორწილების დაბადების პატარა რეკლამა არის. მოგინებთ შეგიძლიათ დავუკავშირდეთ ნომერზე? პროფესიას რო აუცდე, აქ და ახლა რომ არ ყოფილიყავი, მე ვიქნებოდი ალბათ ახლა საწოლში ვიქნებოდი, იმიტომ რომ ახლა ყველაფერს ძირით გავურბივარ. საწოლში ვიქნებოდი ალბათ თვალებდასიებული და ნამტირალები. ხო. იმიტომ რომ ის გადაწყვეტილება ეგეც არ აუშავს დგა. რა თქმა უნდა არ აუშავს, იმიტომ რომ ის გადაწყვეტილებები რო არ მიმეღო, რაც მივიღე თუნდაც ერთი თვის წინ. ეს ხო ახლა ვიქნებოდი უდიდეს რავი ჭაობში. მაგრამ ხო მიიღე. მოკლედ რა თქმა უნდა კი და ძალიან კარგი თქვენი. ნუ მოკლედ ალბათ სამივეს რო ის გადაწყვეტილებები არ მიგვეყო რაც ახლა მივიღე და რამაც აქამდე მოგვიყვანა. ცუდ გზას დავუდგა. ანუ ცუდ გზას ემოციური მხრივ ეს არა რომ რაიმე ცუდი ანუ დაგვემართებოდა უბრალოდ ემოციურად ვიქნებოდით ძალიან დიდ მორევში და საკუთარ თავთან ვიქნებოდით ჭიდილში. და უნდა ითქვას რომ ზოგადად ფსიქოლოგია როგორც პროფესია და შეიძლება იყვნენ ადამიანები კურსელები ჩვენს კურსსაც უნივერსიტეტშიც და არა მარტო რომლებიც ფიქრობენ რომ არ გააგრძელებენ ამ კუთხით თავიანთ პროფესიულ ცხოვრებას თუმცა მე ჩემი ამ გადმოსახედიდან რასაც ვუყურებ მხოლოდ სწავლის პროცესი იმდენად ბევრს გასწავლის და იმდენად გზრდის იმიტომ რომ საკუთარ თავში თავს უღრმავდები და საკუთარ ემოციებს უღრმავდები ძალიან დიდი ხელოვნების ამბით რომ ანუ არ ამგონია ოდესმე თუ ამ პროფესიით ვთქვათ სიტყვაზე არ გავაგრძელებ მოღვაწეობას ვინანებ იმიტომ რომ არასდროს არ ვინანებ ამ ამბავს ძალიან გამზარდა ძალიან ფსიქოლოგიაზე რო არ ჩამებარებია ხო ანუ ხო თქვი უკვე რომ ასე ვერ იქნებოდი ძალიან რაღაცას ასეც ვერ შევეჭიდებოდი იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაკვეთილი ვისწავლე თუნდაც იმ 1 საათიან ლექციებზე 2 საათიან ლექციებზე რასაც ვიჭექი და ვითომ ეძინა მე ყველგან მძინავს მე აი და usmend ხო რა თქმა უნდა კაი, შემდეგ კითხვა. რა მაბრკოლებს ჩემი თავის სრულ ვერსიამდე? თუ შეფასება. ჩემი თუ შეფასება მაბრკოლებს ჩემს ასევე. კარგ, ანუ უკეთეს, ესე ვთქვათ, ვერსიამდე. იმიტომ რომ რაღაცები გამოსასწორებელი მაქვს. მე ისევ და ისევ ემოციებთან მიმღებლობა, იმიტომ რომ მე თუ მაგალითად ჩემს ჭუჭყს და ბნელ მხარეს ეჭქვეშ ვაყენებ, რამდენად ვაღიარებ ჩემს სინათლეს და ამ სინათლეში გულისხმობ დადებით ემოციებს. და ვცდილობ რომ აი ცნობიერი და
ქვეცნობიერი რაღაც შიშები და ტკივილები გადავხარშო და მქონდეს მიმღებლობა მათთან მიმართებაში. და ალბათ მაშინ მოხდება ჩემი რეალიზება როგორც ადამიანი. ცოტა სიზარმაცეს ხელს გვეშლი. კი, სიზარმაცე. ცოტა სიზარმაცე არ. ცოტა ძალიან. და ძალამატებდი ალბათ შიშსაც, იმიტომ რომ მაინც ალბათ ეს ძველი გამოყოლილი ყველას მოვეწონო, რაღაცნაირად არის ქვეცნობიერ დალექილი და დარჩენილი და ზოგჯერ შენი იდეების და რაღაცნაირად მიზნების თუ ამოცანების გადაწყვეტა აი ამ შიშის გამო უკან ხევს, იმიტომ რომ გონია რომ ან დაქცინებენ, ან არ მიგიღებენ, ან იტყვიან რომ კაი რა სისულელია და რაღაცა და სხვათა შორის ლიმინელის ამ პოდკასტის დაწყებაც უკავშირდებოდა ზუსტად ამ შიშს და ძალიან დიდი შიში იყო და ძალიან დიდი როგორ თქვა, ნაბიჯი იყო ჩვენ მხრიდან, იმიტომ რომ გვეშინოდა რომ ვერ მიგვიღებდნენ. რისი მეშინია ყველაზე მეტად და როგორ შევხვდები ამ შიშს? მე დავიწყებ თუ გინდათ. ნიეტა მეგოიხდით. კიდე არისო. წარმატებლობის მე და ნუკა ვიზიარებ ამ ამბავს. წარმატებლობის მეშინია ალბათ ყველაზე მეტად, ოღონდ არ მგულისხმობ წარმატებლობას მხოლოდ რაღაცნაირად ფინანსური ან რაღაც კარიერული კუთხით. წარმატებლობას გულისხმობ საკუთარ თავთანაც, იმიტომ რომ როგორც თავიდან აღნიშნეთ ეპიზოდის ჩაწერის პირველ წუთებში, ვარ საკუთარი თავის ძიების პროცესში და აქ წარმატებლობაც ჩემთვის იქნება ძალიან დიდი, როგორ ვთქვა, ცუდი იქნება მოკლედ რა, ძალიან დიდი შიშია ჩემთვის, იმიტომ რომ მგონია რომ ადამიანი ზუსტად აქ მოვლენილი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარ თავთან ვიყოთ კომფორტში, საკუთარი თავი მივიღოთ ისეთები, როგორიც ვართ და გავიგოთ ზოგადად ვინ ვართ და რა გვინდა. აქედან მოდის შემდეგ უკვე ის როგორ გააგრძელებ კარიერაში, თუ რაღაც ფინანსურად თუ ცხოვრებისეულად შენ მიღწევებს და შენს მიზნებს რა. ამიტომ ჩემი აზრით, როგორც შინაგანად, ისე გარეგანადაც წარმატებლობა არის ჩემთვის ყველაზე დიდი შიში. ზოგადად, როდესაც ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს, ძალიან ბევრია კითხვა, რა იქნებოდა, რომ სხვა რაღაც ამერჩია. და არ მინდა, რომ მე ძალიან ბევრი რა იქნებოდა და რა მოხდებოდა კითხვა გამიჩნდეს, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ, რომ გავაკეთო და ვიცხოვრო ისე, რომ ანუ არ ვიფიქრო იმაზე, რომ მე რო ეს არ გამაკეთებინა, ახლა რა მოხდებოდა. ყოველთვის ვცდილობ, რომ გავაკეთო მაქსიმუმი იმით, რასაც ვაკეთებ. და მივიღო ის გადაწყვეტილება და ნაბიჯი, რომელიც საბოლოოდ არ დამღუპავს ეს ერთი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ვიცი, რომ საჭირო იყო და არ მექნება სინანულის გაცდა, იმიტომ რომ სინანულს ყველაზე მეტად ვერ ვიტან და გავურბი ვარ, მაშინ როდესაც საქმე ეხება ნებისმიერ საქმეს ურთიერთობასაც. ამიტომ მეშინია წარმატებლობის იმ მხრივ, რომ მე რაღაც გადაწყვეტილება მივიღო, მე გამიჩნდეს სინანულის ხსნობა, აი ეგ არ მინდა და ყველანაირად ვცდილობ, რომ იმას თავი ავარიდო. მეც ვეთანხმა საკუთარი თავის დაკარგვის მეშინი და რა იმ კონტექსტში, აი ბევრჯერ დამიკარგავს თავი და ბევრჯერ ამომიყვანია საკუთარი თავი აი მაგ ქვესკნელიდან. მეშინია რომ უარს ვიტყვი ბედნიერებაზე. მეშინია რომ ვერ მოვახერხებ ჩემი მიზნების რეალიზებას. ეს არაა მხოლოდ მატერიალური მიზნები, ფსიქიკური, სულიერი მიზნებიც. და მეშინია რომ არ ვიქნები როგორც ანუკა მახსენა თვითკმაყოფილი საკუთარი თავით ბოლოს. აი არ მინდა რომ ეგ სინანულის განცდა მქონდეს. სიბერეში რო ზიხარ ბუხარ. ხო, და არ მინდა რომ ესეთი განცდა ცხოვრებას რო იხსენებ. იცი რა? ხო, იცი რა, არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. და უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. არ მინდა რომ ეს განცდა მქონდეს ბოლოს. არ მინდა რომ ცხოვრებით უკმაყოფილო კი, ცოტა. ხო, ან თუნდაც ის რომ რაღაცნაირად ძალიან დატვირთულმა ცხოვრებამ არ მომცეს იმის საშუალება, რომ ვიცხოვრო დღევანდელი დღით და სულ მომავლის ფიქრში ყოფ, ხო, აი სულ მომავლის ფიქრში ყოფნა გვაბრკოლებს იმით, რომ ამ წუთით ვიცხოვროთ და მახსოვს ქალბატონი რუსუდან კეჭაყმაძის ლექცია იყო ზუსტად ამ თემაზე, ხანდაზმულობაზე და მაშინ მახსოვს ერთ-ერთი ხანდაზმულის წერილი წაიკითხა და ძალიან რაღაცნაირად ემოციურად შეგვეხა მთელ კურსს, იმიტომ რომ ზუსტად მანდ იყო საუბარი იმაზე, რომ ვერასდროს ვერ მოახერხა იმ ადამიანმა დღევანდელი დღით და დღევანდელი წამით დამტკვარიყო და მაგით მომავდა და ეს იყო მისთვის ყველაზე დიდი ტრავმები, მოკლედ ცხოვრებისეული და ზუსტად ეგ არ მინდა რომ ვიგრძნო, როდესაც მეც ზუსტად მაგას აკამდე მივა. და არც მინდა რომ წარსულზე ვიყო ორიენტირებული მუდამ. ეგეც დამღუპელია. რასაც ვირშის პრიმაზე ორიენტირებული არ უნდა. არ უნდა იყო, უნდა იცხოვრო დღევანდელი მომენტით. დღეს რას შეცვლი, ეგაა პრიორიტეტული.
კი ბატონო. და დღეისთვის ბოლო კითხვა, რომელიც ჩემს ყველაზე საინტერესო კითხვა. ძალიან სასიამოვნოდ განვითარდა სხვა შორის. კი, ამ 20 კითხვის შორის არის შემდეგი. თუ ეს ცხოვრება დღევანდელი დღით დამთავრდებოდა, რას ვიტყოდი ჩემს თავზე? მე ჩემს თავზე ვიტყოდი, რომ ყველაზე ბედნიერების მოშიშარი ადამიანი იყო ანა და მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერი იყო. კი, ანუ ვიყავი და ვარ ბედნიერი და ეს ბოლო დღე იყოს, ჩემს თავზე ვიტყოდი, რომ ადამიანების ადამიანი ვარ. ანუ მეგობრების ადამიანი ვარ იმ სივრცის ადამიანი, სადაც მინდა რომ ყველას ვანახო, რამდენად მნიშვნელოვანი არიან ისინი ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ ამის გამოხატვა ხშირად არ მიყვარს და ძალიან უხეში ანუ სათქმელი უნდა დარჩეს და უნდა ითქვას, რომ ძალიან უხეში ადამიანი ვარ ხოლმე და ხო მიუხედავად ამ ჩემი სიუხეშისა, მაინც ყველანაირად მინდა რომ ის სიტყვა, რასაც ვგრძნობ და რაც ზოგჯერ ძალიან მოსხვეებულია, ისე გადმოვცე, რომ ყველამ ზადიდავთ გადაინაწილოს თანაბრად. ამიტომ მეგობრების ადამიანი იყო ანა და იყო ადამიანი, რომელსაც ეშინოდა ბედნიერების, მიუხედავად ამისა, მაინც აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ყოფილიყო ბედნიერი ის და სხვები მის ირგვლივ. ძალიან ემოციური იყო. წარმოვიდგინე ხორიცა. მართლა ბოლო დღე რა. არა, ბოლო დღე. არა, ხო. მე არ ვიცი რას ვიტყოდი საკუთარ თავზე. ალბათ ისევ დაუბრუნდები იმას, რომ მარიამი იყო ძალიან ძლიერი ადამიანი და იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა მაქსიმალურად სხვების გაღიმებას, სხვების კარგად ყოფნას და სხვების კომფორტს კომფორტში ყოფნას მე ასე ვიტყოდ. და იმედია ისე მოვიგე. და იმედია ჩემს გარშემო ადამიანები ზუსტად ესე კარგად გრძნობენ თავს და ზუსტად ესე დანახულად გრძნობენ თავს, როგორც მე ვგრძნობ მათთან და ზუსტად იმ სტადიაზე ვარ ჩემს ცხოვრებაში, სადაც ვხვდები და ვგრძნობ, რომ აი ზუსტად იმ ადგილას ვარ, სადაც უნდა ვიყო და ალბათ ყველაზე ბედნიერი წავიდოდი დღეს რომ თავდებოდა ჩემი ცხოვრება, ოღონდ მართლა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიზანი მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ოცნება მაქვს, ალბათ ყველაზე ბედნიერი ვარ ახლა, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. იეკოშენ. პირველ რიგში ვიამაყებდი საკუთარი თავით. ბევრჯერ დაეცა ნიაკო, მაგრამ ბევრჯერ ადგა. ბევრჯერ ადგა და ბევრჯერ განაგზო სვლა. და ჩავეხუტებოდი და ისე გავუშვებდი. პატარა ნიაკოსაც და ჩემს განულ ყველა ვერსიას აბსოლუტურად. და რას ვეტყოდი, რავი. ყოჩაღროს ცადე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გეტკინა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გატკინეს გული. მაინც გაეცი ეს სიყვარული და ალბათ დამსახურებულად. არასდროს არ ინაიდი სიყვარული, რომელიც გაეცით. ხო, იმიტომ რომ თუ სიყვარული გაეცით, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში ეგრე იყო საჭირო, ის ადამიანებიც თუნდაც ეგრე წოდებული გურუები. გვასწავლეს რაღაცები. არასდროს არ უნდა ინანოთ ის სიყვარული, რომელიც გაეცით და მით უმეტეს თუ მოგონებები მტკივნეული, ესე იგი ისწავლები ღირდა ბედნიერება და ის სიყვარული ღირდა გაცემად. ასე რომ მეგობრებო, არასდროს წარსულზე იმდენად არ იფიქროთ, რამდენადაც ხო. კი. იმიტომ არ დაგავიწყდეთ. რასაც ვერ შეცვლით, იმაზე ნებილობას აზრი არ აქვს. მე მგონი ძალიან კაი გამოვიდა. თანაბრად სხვანაირად კომფორტული და თერაპიული იყო ამ გარემოში. ჩვენ გემშვიდობებით და სეზონის დახურვასთან ერთად ალბათ შემოგერთდებით უკვე შემოდგომაზე სექტემბერში სულ სხვა ამპულაში, სულ სხვა ტალღაზე და ძალიან ბევრი სიახლე. ხო. შეხვედრამდე. კარგად.